თავი მე-14. იმ დროს ესმა მეოთხედ მთავარს ჰეროდეს იესოს ამბავი. უთხრა თავის მსახურებს. ეს იოანე ნათლისმცემელია. მკვდრეთით აღდგა და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში. ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო. ვინაიდან იოანე ეუბნებოდა მას. შენთვის ნებადართული არ არის მისი ყოლა. უნდოდა მისი მოკლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და აამა ჰეროდეს. ამიტომ ფიცით შეპირდა მას, მიეცა, რაც არ უნდა ეთხოვა. ხოლო მან თავისი დედისგან დარიგებულმა უთხრა. მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით ბრძანა მიცემა. წარგზავნა და იოანესათვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში. მოართვეს თავი ლანგრით და გადასცეს ქალიშვილს. მან კი თავის დედას მიართვა. მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და შეატყობინეს იესოს. ეს რომ იესომ მოისმინა, წავიდა იქიდან ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. ხოლო ხალხმა ეს რომ გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან. გამოვიდა და უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები. როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს. აქ უდაბნო ადგილია, ჟამიც გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის. იესომ კი უთხრა მათ. მაგათ არ სჭირდებათ წასვლა, თქვენ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ უთხრეს. ჩვენ აქ მხოლოდ 5 პური და 2 თევზი გვაქვს. მან უთხრა. აქ მომიტანეთ. უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო 5 პური და 2 თევზი. ზეცას ახედა, აკურთხა და ამტრია და მისცა პურები მოწაფეებს. მოწაფეებმა კი ხალხს დაურიგეს. ყველამ ჭამა და გაწყა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან აკრიფეს 12 სავსე გოდორი. ხოლო მჭამელი 5000-მდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ მეორე მხარეს, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა. როცა გაუშვა ხალხი, თაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ. ხოლო ნავი უკვე მრავალ სტადიონზე წასულიყო ხმელეთიდან და გასაჭირი ედგა ტალღებისგან, რადგან პირქარი იყო. ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით. მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს. ეს მოჩვენებაა! და შიშისაგან შეხვირეს. მაგრამ იესომ ისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა. გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ. პეტრემ უთხრა მას პასუხად. უფალო, თუ ეს შენახარ მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ. მან კი უთხრა. მოდი! პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ მიაბიჯებდა, რათა იესოსთან მისულიყო. მაგრამ ქარი რომ დაინახა, შეეშინდა, ჩაძირვა იწყო და იყვირა. უფალო, მიხსენი მე! იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი. ამოიყვანა და უთხრა. რატომ დაეჭუდი, მცირედ მორწმუნე? როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. ხოლო ნავში მყოფებმა თაყვანისცეს მას და უთხრეს. ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ. გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში. იმ ადგილის ხალხმა იცნო იგი. დაგზავნეს მთელ მხარეში და მოუყვანეს მას ყველა ავადმყოფი. ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ და ვინ შეეხო, განიკურნა.